მე უნდა გითხრათ, რომ ჩემთვის პირადად ახალი არაფერი თქმულა, ისეთი რაც მედვედევს ან პუტინს ადრე არ უთქვამს, ან რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ლავროვს მაგალითად. გარდა რამოდენიმე ესეთი შედარებით ნაკლები ხარისხის ნიუანსისა, რომ ქართველი ხალხის და რუსი ხალხის მეგობრობაზე, გარდა ამისა იმაზე, რომ ესე ვთქვათ, მომავალში შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, ესეც ბუნდოვნად იყო ნათქვამი და პრინციპში რომ აი ვთქვათ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართველებისა და ოსების ერთის მხრივ, მეორე ქართველების და აფხაზებს შორის პირდაპირ დიალოგის აუცილებლობას, რომ იქ გაირკვევა ყველაფერი. ესეც რო გითხრათ, რომ გადამწყვეტი იყო და რაღაცა გარღვევა იყო, ვერ გეტყვით, აი უბრალოდ ეს იყო ტრადიციული საუბარი გარკვეული ნიუანსებით. აი ეს არაფერი განსაკუთრებული სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ნინო შუბლაძე ცდილობდა, რომ რაღაც ღია დიალოგზე გამოეწვია, პრინციპში ეს არ გამოვიდა. კარგ გამოვიდოდა, იმიტომ რომ განსაზღვრული იყო, ეტყობა ესეთი შინაარსი წინასწარ მედვედევის გუნდის მიერ. ჩემთვის მაგალითად ძალიან საინტერესოა, როგორ მოხდა საერთოდ რუსთავიორისა და მედვედევის კონტაქტი. მე ამ შემთხვევაში ცუდ აზრს არ ვდებ ნამდვილად, მართლა საინტერესოა, იმიტომ რომ ხა ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია უაღრესად უარყოფითი შეფასება რუსთავიორის მუშაობისადმი რუსული პოლიტელიტისაგან, მათ შორის მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროდანაც კი. ხო, აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ შეიძლება ესეც გარკვეული გზავნილი იყო, თუმცა ამის ახსნა ამ წუთში მიჭირს. არაფერი ახალი ნატოსთან დაკავშირებით არ თქმულა, ეს ყოველთვის ამას ესმეოდა ხაზი. თვალშორის შეიძლება უფრო ღიად იყო ნათქვამი, რომ ეს არის თქვენი გადასაწყვეტი, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტი გვაქვს, ასე იყო ნათქვამი, ხო? და სხვა შორის აქ ნინო რამოდენიმეჯერ შეეცადა, რომ ჩაკითხოდა. ისე უნდა აღვნიშნო, რომ ნინო შუბლაძე ჩემი სტუდენტი იყო და ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო სხვა შორის. და რაც კიდე ერთხელ დაამტკიცა გუშინ, შეეცადა ჩაკითხოდა, მაგრამ პასუხი ესე ვთქვათ ვერ მივიღეთ. მოდი ესე ვთქვათ, მოდი ესე შევაფასოთ. მთლიანად მთელი ეს საუბარი თავარი არის. ის გზავნილებიც კი, რომელიც იქ იყო, გარკვეულწილად დატვირთვა ქონდა, მაგრამ გადამწყვეტი არის. მე ვთვლი, რომ ქართველი ჟურნალისტის და განსაკუთრებით რუსთავიორის ჟურნალისტის, რომელსაც უაღრესად უარყოფითად იღებენ და თვლიან ნაციონალური პარტიის არხად, ასე თვლიან მოსკოვში, აი ამ არხის წარმომადგენელთან მედვედევის ესე ვთქვათ, გამოჩენა იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, გზავნილი. მე ახლა არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, რომ ეს ნაციონალური მოძრაობამ ჩააწყდა კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის რუსეთის და დაკვეთით მუშაობს. ამას არ ვიტყვი, ბუნებრივია. მე ვთვლი, რომ ესე იგი ვთქვათ, ერთგვარი ჟესტი იყო ეს მედვედევის მხრიდან და რუსეთის პოლიტელიტის მხრიდან, იმიტომ რომ ეგზნობინებინა, რომ ესე ვთქვათ, რუსეთი მზად არის დიალოგისთვის იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება დათმობაზე წავა. აი ამაზეც კი მოვდივარ, რომ ამათ ველაპარაკებით, იმიტომ რომ ვაგზნობინოთ ქართულ ხალხს საქართველოს ხელისუფლებას დათმობისთვის მზათა ვართ, ესა დიალოგისთვის მზათა ვართ, თუ დათმობაზე წამოხვდეთ. დათმობა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეალობა აღიაროს, რაც არის დღეს და ამ რეალობიდან გამომდინარე იმოქმედოს. საქართველოს ხელისუფლება ამ რეალობას დღე არ აღიარებს. დღევანდელ რეალობას არ აღიარებს. ესე ყრუთ ხშირად ისმოდა ხოლმე, რომ რაღაცა სხვა ტიპის ტექსტიც არსებობს. ყრუთ. ჩემთვის მაგალითად უცნობია. მე ვიცი პირველი ვარიანტი ამ ტექსტის და რომელშიც პუნქტი იყო იმის თავაზე, რომ აი ამ ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი გადაწყდებოდა მომავალში საერთაშორისო
თანამეგობრობის ჩართულობით. ეს ვიცი რომ იყო და სააკაშვილის მოთხოვნით ამოღებული იქნა. სხვა შორის ესეც კითხვა, რატო იქნა ამოღებული ეს მუხლი? პრინციპში ეს მუხლი რო დარჩენილიყო, მაშინ ვერ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას რუსეთი, რომელიც მიიღო. მაგრამ ის რომ რაღაცა სხვა ტექსტიც არსებობს, ჩემთვის ესეც ცნობილია უბრალოდ ყრუთ, ესე იგი კონკრეტულად ამის თაობაზე რა ტიპის ტექსტი არსებობს, ისე როგორც არ ვიცით, მაგალითად რა ტიპის ტექსტი არსებობს თურქეთთან, რომელიც აი აზიზიეს მეჩეთის გარშემო, ასე ვთქვათ, არაჯანს რამაც გამოიწვია აზიზიეს მეჩეთის გარშემო აჟიოტაჟი. ასევე არ ვიცი რა ტექსტია იქ ლაპარაკი. მედვედევმა მიანიშნა, რომ ასეთი ტექსტი არსებობს, მაგრამ ეს ტექსტი ჩვენთვის უცნობია სამწუხაროდ და მე მგონი დღევანდელ პირობებში შესაძლებელია ამ ტექსტის მოძიება. თუ ეს ტექსტი საქართველოში არ არის და სხვა შორის მედვედევმა კიდე ერთი რამე თქვა, ჩვენ მე და სარკოზი მოვაწერეთ ხელი, ესე იგი სხვა ტექსტია რაღაც, რომელსაც მარტო მედვედევმა და სარკოზი მოვაწერეს ხელი და რომელიც ცნობილია სააკაშვილისთვის. მე არ ვიცი რა ტექსტია ლაპარაკი. ეს კითხვა ალბათ უნდა მაინც სააკაშვილს დაუსვათ. რაღაცა ძალიან რთული კითხვა იყო. ხო. ხო. მივხვდი რასაც გულისხმობ. ხო. ამ დიალოგს მნიშვნელობა ესე იგი ესე ვთქვათ, ნიუანსური ქონდა რასაკვირველი რაღაცები შეიცვალა ამ დიალოგიდან გამომდინარე. მაგრამ ეს დიალოგი არის ერთგვარი ესე იგი მოედნის, ერთგვარი ესე იგი დიალოგის შენარჩუნების ფორმატი უფროა ვიდრე გადამწყვეტი რამისა. როგორც ჟენევის მოლაპარაკებები, იქ არაფერი განსაკუთრებული წყდება, მაგრამ ჯობია იყოს ასეთი ტიპის შეხვედრა, ვიდრე არ იყოს საერთოდ არაფერი. ასე რომ აბაშიძე და კარასინის შეხვედრა სადაც ნაბიჯ ხდება რაღაც საკითხების გადაწყვეტა, მაგალითად ტრანსპორტის როგორიც არის სავაჭრო ურთიერთობების ასე შემდეგ, პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი შეხედვით არაფერს არ წყვეტს. ერთი შეხედვით, მაგრამ მეორეს მხრივ ურთიერთობების აღდგენა თუნდაც სატრანსპორტო იქნება თუ სავაჭრო კონტექსტში, მაინც გარკვეულწილად პოლიტიკაზე მუშაობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ასეთი ტიპის ურთიერთობა უნდა შენარჩუნებული იყოს, ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება მედვედევის ნათქვამს ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია იგრძნობა, თქვა კიდევაც მედვედევმა, რომ ჩვენ ხვდებით და ვხედავთ იმ ძრებს, რომელიც არის ამ ურთიერთობაში და ვაფასებთ. და სხვა შორის ამის მერე იყო გაიხსენა კი არა იმის შეკითხვაზე უპასუხა, რომ შევხვდით და პრაგმატული. ზუსტად ამიტომაც შეაფასა პრაგმატულად ივანიშვილის ესე იგი ფაქტორი, რომ აი მას თქვათ გაუჩნდა ამის სურვილი, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯები გადაიდგეს. იცი რა შეასაკა, მოდი ესე ვთქვათ, მთლიანად მედვედევის ლაპარაკი იყო ძალიან მოზომილი და ძალიან ესე ვთქვათ გზავნილების თვალსაზრისით იყო ძალიან ფრთხილი გზავნილები იყო იმის რომ არ გაჩენოდა ილუზია ან ამბიცია და ამის გამო ბევრი ისეთი ნიუანსი იკვეთება რომელსაც ახლა ჩვენ ვქეკავთ და ვცდილობთ საერთო ამბავი გამოვკაჩოთ. საბოლოო ჯამში რუსეთ საქართველოს ურთიერთობა თაფლაკვერისა და პატრახის პრინციპზე აგებული ჯერჯერობით და ჩვენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი გვაქვს გასათვალისწინებელი ქართულ საზოგადოებას ის რომ დღეს რუსეთის მდგომარეობა ცალსახა არ არის. გუშინ მედვედევს წამოწდა თუ შეგნებულად თქვა, მან თქვა რომ მდგომარეობა, ესე იგი რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა იყო კარგი, დღეს არის გარკვეული სირთულეები. ეს მან ისე უცებ ჩაატარა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ძალიან რეალური მდგომარეობა, უაღრესად რთული და თქვათ ბელოუსოვი პრეზიდენტის ესე იგი პრეზიდენტის გარემოცვაც კი მათ შორის აი დავასახელე გვარი რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვაც კი თვლის რომ მდგომარეობა იმდენად მძიმეა
რომ 14 წლისთვის შეიძლება ძალიან სერიოზული ვარდნა კონდეს რუსულ ეკონომიკაში, შეიძლება კი არა ექნება დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე. ანუ ეკონომიკური მდგომარეობა რუსეთის არ არის ჯანსაღი, შეიძლება ითქვას, შიდა პოლიტიკა მოგესალმებათ რა ვითარებაა დღეს რეგიონალური თვალსაზრისითაც და საერთოდ პოლიტიკური ვერტიკალის თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე რუსეთი ცდილობს აი ამ პროექტის, რასაც ქვია ევრაზიული პროექტის რეალიზაციის კონტექსტში მაქსიმალურად რბილი მეთოდებით შეეცადოს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დაბრუნებას თავისი წიაღში. და ამ თვალსაზრისით საქართველოს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ საქართველოს ყველაზე კონფრონტაციული ესე იგი ქვეყანა იყო ყოფილი დსთ-ის შემადგენლობაში რუსეთის მიმართ. და წარმოვიდგინოთ ახლა ასეთი სურათი, რომ საქართველოსთან სიტუაცია რუსეთმა დაალაგა. ეს რუსეთისთვის ძალიან მომგებიანი მაგალითები იქნება სხვა ქვეყნების მიმართ. მithumetes იმ მისი უერთგულესი ქვეყნების მიმართ, რომელიც დღეს რუსეთისგან დისტანცირებას არჩევენ. ეს არის პირველ რიგში სომხეთი. ამიტომაც თქვათ ასეთი ჟესტები, ასეთი გზავნილები ხდება საქართველოს მიმართ. გარდა ამისა, რუსეთისთვის არის აბსოლუტურად დისკომფორტული მუდმივი ოკუპანტის მდგომარეობაში ყოფნა. დღევანდელ მსოფლიოში ეს არ არის, ესე თქვათ, მიღებული და სასიამოვნო ფორმა. ამიტომ ცდილობს აი ესეც აიშოროს თავიდან. აი ეს, ესე თქვათ, და მაქსიმალურად ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულოს, რომ ეს ტერმინი მოისპოს და საქართველოს ხელისუფლება შეურიგდეს რეალობას. ყოველ შემთხვევაში ეს არის პროგრამა მაქსიმუმ, პროგრამა მინიმუმია, ოკუპაციაზე ლაპარაკი გადაიდოს რამოდენიმე წლით. აი ჩვენი მოსკოვში ვიზიტის დროს უბრალოდ ამ თემაზე ქონდა საუბარი რა. კი. საქმე ის არის, რომ ჩვენ ადგილი გვაქვს კავკასიის ცენტრში ვარ და გეოპოლიტიკის თვალსაზრისით საკვანძო ქვეყანა ვარ. და როლთან დაკავშირებით ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს განსაზღვრული, უბრალოდ გაცემული პასუხი არა გვაქვს კითხვაზე რა გვინდა. რა გვინდაზე რადგან არა გვაქვს გაცემული ესე პასუხი, აქედან გამომდინარე არა გვაქვს განსაზღვრული ფუნქცია. ქვეყანას, რომელსაც არ აქვს განსაზღვრული ფუნქცია, ძალიან რთულია, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკურ მოთამაშის როლი შეასრულოს, გინდა მცირე, გინდა დიდის. ასე რომ თქვენ კითხვაში შემიძლია პასუხი გაგცეთ სომხეთთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს ვერაფერსაც ვერ გააგებს. არ აქვს ფუნქცია და იმიტომ რომ კონდეს ფუნქცია და სპეციალურ ამას ვამბობ, ქვეყანას რომელსაც არ აქვს ფუნქცია და მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით შემოიფარგლება, იმ ქვეყანას გაუჭირდება ხვალინდელი დღის აგება. იმ ქვეყანას გაუჭირდება თუნდაც იმ როლის შესრულებას, რომელსაც ჩვენ ისეთ ვირტუალურად ვიკისრებთ, ეს არის კავკასიის ცენტრი. მე ძალიან მინდა რომ საქართველოს იყოს კავკასიური ცენტრი, მე ძალიან მინდა რომ გეოსტრატეგიული თვალსაზრისით კავკასიის გამაერთიანებელი იყოს საქართველოს, მაგრამ უნდა განსაზღვროს ფუნქცია, უნდა კონდეს იდეები, უნდა კონდეს ესე იგი ინიციატივები და უნდა კონდეს პროექტები. ინიციატივები თუ არ გვექნა, ვერავითარ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ვერ ვილაპარაკებთ, ეს არის ნონსენსი. ჩვენ ინიციატივები არ გვაქვს, ჩვენ ვამბობთ მინდა სოხუმში დაბრუნება, მინდა ცხინვალში ვიყო. ამაზე პასუხი გინდოდეს. თუ არ გექნა ინიციატივები, როგორ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი, რა ფორმით უნდა გადაწყვიტო, თუ არ იქნება ინიციატივა აქტიურობაზე აგებული და მომხიბლავი არ იქნება მოწინააღმდეგე მხარისთვის, გინდოდეს რა დაბრუნებოდა, იძახი რამდენი დღე. ასე რომ ეს ასეა, ვიდრე ფუნქცია არ გვექნება, არავითარ გეოპოლიტიკურ თამაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. ეს მე გეტყვით პირდაპირ, როდესაც მოსკოვში ვიყავი ეხლა ბოლო დროს პატრიარქის დელეგაციასთან ერთად მე მქონდა შეხვედრები პოლიტოლოგიური ჯგუფების წარმომადგენლებთან და ზოგიერთ პოლიტიკურ ფიგურასთან, პერსონასთან. პრინციპში ამაზე ლაპარაკი რასაკვირველია იყო. მაგრამ პარადოქსალური ის არის, რომ ამაზე ლაპარაკი არის ზოგადად. საქართველოს მიმართებაში ჯერჯერობით ამ საკითხს არავინ არ აყენებს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ესმით. ჩვენ ლაპარაკს ვიწყებდით ასე, ჩვენთვის გასაგებია, ისინი ამბობდნენ, რომ საქართველოს ვერ გადაუხვევს თავის ესე იგი მიდგომებს უკაცრავად ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას.
ვერ გადაუხეს. და აქედან ვიწყებდით მე ლაპარაკს. ვერ გადაუხვეთ, მე რა ვქნათ. როდესაც პარალელურად ხდება თქვათ სომხეთისთვის ულტიმატუმის ფორმით დასმა რომ ევრაზიაში ან გაწევრიანდებით ან გვექნება საპასუხო სანქციები, როდესაც პარალელურად აზერბაიჯანს აძლევენ 10 დღიან ულტიმატუმს რომ გადაწყვეტილება მიიღოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თორემ სერიოზული პრობლემები შეიქმნება არჩევნებში, საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც აზერბაიჯანს ელოდება აგერ ოქტომბერში. სხვა შორის ეს ულტიმატუმი იწურება რამოდენიმე დღეში. აზერბაიჯანმა პასუხი უნდა გასცეს. ასე რომ აი ამ ფონზე უცებ ჩვენ გველაპარაკებთ, ამაზე კი არ გველაპარაკებთ, ჩვენ გველაპარაკებთ ნატოში გაწევრიანება ხო ვერ გადაუხვოთ, მაგრამ იქნებ ნატო არ გინდა და მოდი მარტო ევროკავშირში გაწევრიანდეთ. აი დაახლოებით ეგეთი შეიძლება ახლა ცოტა უტრირება გავაკეთე, მაგრამ აზრი დაახლოებით ესეთია. თუმცა რასაკვირველია, ამას ჯერჯერობით ღიად არ ამბობენ, მაგრამ გულისხმობენ. გულისხმობენ, რომ თქვენთვის უფრო მომგებიანი იქნება ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, სადაც იქნებით აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად და ეს თქვა საშუალებას მოგცემს თქვენი ტერიტორიული თლიანობა აღადგინოთ აი ამ კავშირის წიაღში. სხვა შორის ეს კავშირი არსებობს ჯერ ქაღალდზე. ჯერ არ არის როგორი იქნება. და საერთოდ იქნება თუ არა, იმიტომ რომ ეს არის პროექტი. არც თუ წარმატებული პროექტი სხვა შორის. აქედან გამომდინარე ლაპარაკი ამაზე დამეთი ვაჭრობა მე მომაჩნია რომ არასერიოზული რუსული პოლიტიკური წრეების მხრიდან. ასე რომ პრინციპში საქართველოს ოფიციალური თუ არაოფიციალური შემოსთავაზება არ ყოფილა, თქვენ კითხვაზე პასუხი ზოგადი ზონდაჟები ისეთი პასიური იყო. ხორჩა? კარგად იღებთ.